الميدان في هذه النقطة هو 9 სექტემბერს ისრაელმა კატარის დედაქალაქ დოჰაში დაბომბა შენობა, რომელიც მათი მტკიცებით ჰამასის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შტაბ-ბინა იყო. როგორც ირკვევა, დოჰაში ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენლები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წინადადების განსახილველად შეიკრიბნენ. 23 თვიანი ომის განმავლობაში და მანამდეც კატარი ისრაელსა და ჰამას შორის მედიატორის როლს ასრულებდა. ენერგორესურსებით მდიდარი სპარსეთის ყურის ქვეყანაზე თავდასხმამ დოჰაში დიდი შეშფოთება გამოიწვია. კატარის პრემიერ-მინისტრმა თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანას უფლება აქვს აგრესიას უპასუხოს. მან მოუწოდა რეგიონის ქვეყნებს დროულად მოხვეს რეაგირება ისრაელის ბარბაროსულ ქმედებას. კატარის სახელმწიფო ადასტურებს, რომ არ შეეგუება სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის არც ერთ ფაქტს. დოჰა მკაცრად უპასუხებს ნებისმიერ დაუფიქრებელ ნაბიჯს ან თავდასხმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და რეგიონის სტაბილურობას. კატარი იტოვებს უფლებას უპასუხოს ამ აშკარა აგრესიას და ამისთვის ყველა საჭირო ზომას მიიღებს. ეს ამბავი ვაშინგტონში არ გამორჩენიათ. კატარი ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია და მის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული ბაზა მდებარეობს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდასხმის შესახებ ინფორმირებულიც იყო და ამ ფაქტის გამო უკმაყოფილო ნამდვილად არაა. ის შემთხვევას მშვიდობის დამყარების შესაძლებლობად მიიჩნევს. Unilaterally bombing inside Qatar, a sovereign კატარის სუვერენული სახელმწიფოსა და შეერთებული შტატების ახლო მოკავშირის, რომელიც ჩვენთან ერთად მამაცურად მუშაობს, სამხრივი დაბომბვა მშვიდობის დასამყარებლად ხელს არ უწყობს არც შეერთებულ შტატების და არც ისრაელის მიზნებს. თუმცა განადგურება ჰამასისა, რომელიც ღაზაში მცხოვრები ადამიანების უბედურებით სარგებლობდა, ღირსეული მიზანია. პრეზიდენტმა ტრამპმა დაუყოვნებლივ დაავალა სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს კატარელებისთვის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ეცნობებინა, რაც მან გააკეთა კიდეც. პრეზიდენტი კატარს შეერთებული შტატების მტკიცე მოკავშირედ მიიჩნევს და ძალიან განიცდის თავდასხმა, რომ სწორედ აქ მოხდა. ტრამპი თვლის, რომ ეს სამწუხარო ინციდენტი შესაძლო მშვიდობის შესაძლებლობად იქცეს. ის ესაუბრა კატარის ემირსა და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ჩვენი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. მან დაარწმუნა ისინი, რომ მსგავსი რამ მათ ტერიტორიაზე აღარ განმეორდება. incident could serve as an opportunity. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაჯედ ალ-ანსარიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე გააქილიკა სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის გაფრთხილება და განაცხადა, რომ ის მაშინ მიიგეს, როცა ისრაელის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად აფეთქების ხმა ისმოდა. თავდასხმის შემდეგ ჰამასმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყველა მაღალი რანგის ლიდერი თავდასხმას გადაურჩა და მხოლოდ 5 დაბალი რანგის წევრი დაიღუპა, თუმცა რაიმე სახის მტკიცებულება მათ არ წარმოუდგენიათ. ჰამასი ხშირად აქვეყნებს ცრუ ინფორმაციას და ლიდერების კვლევების შესახებ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ადასტურებს.